შავი ხვრელი არ არის ცოცხალი ორგანიზმი, მაგრამ მას მაინც შეიძლება ჰქონდეს ეგრეთ წოდებული გულისცემა. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ შავი ხვრელი დიდი რაოდენობის გაზს მოიხმარს. ახალ კვლევაში მეცნიერები სწორედ ამ მოვლენას დააკვირდნენ, როდესაც შავი ხვრელი ორობით სისტემაშია, იზიარებს რა ორბიტას სხვა ვარსკვლავთან. მას შეუძლია გაზი ამ ობიექტისგან მიიღოს. როდესაც ეს ხდება, გაზი იკუმშება და თბება წარმოუდგენლად მაღალ ტემპერატურამდე. შედეგად საქმე გვაქვს მასიურ გამოსხივებასთან. სწორედ ამ პროცესის საშუალებით ასტრონომები შავი ხვრელების ადგილმდებარეობას ადგენენ ხოლმე. შავი ხვრელის მიერ კომპანიონი ვარსკვლავის გაზის მოხმარების პროცესი შეიძლება მილიონობით წლის განმავლობაში გაგრძელდეს და დასრულდეს მასშტაბური აფეთქებით. შედეგად ვიღებთ დიდ გამოსხივებას, რომლის დაფიქსირებაც ძალიან შორიდანაც შეიძლება. ასტრონომებმა მრავალი ასეთი აფეთქება შეისწავლეს წლების განმავლობაში, მაგრამ ამ პროცესში არის რაღაც უცნაური. აფეთქების გარდა არის მცირე ცვალებადობაც, აქტივობის რეგულარული პულსი, რომელსაც ასტრონომები გულისცემას უწოდებენ. შავი ხვრელის მიერ გამოცემული ეს სიგნალები მართლაც ჰგავს ადამიანის გულისცემას. და აი ახლა პეკინში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომთა ჯგუფმა ასეთი უახლესი აფეთქება შეისწავლა. ნაშრომის ნახვა შეგვიძლია და ის The Astrophysical Journal-ში გამოსაქვეყნებლადაა წარდგენილი. კვლევრების მიერ შესწავლილი აფეთქება IGR J1709-3624 შავი ხვრელიდან წარმოიშვა, რომელიც დედამიწიდან 28,000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. კვლევრებმა ამ აფეთქებაში გულისცემის მსგავსი სიგნალის აშკარა მტკიცებულება აღმოაჩინეს. გულისცემის დეტალური თვისებების შესწავლით მათ დაასკვნეს, რომ ამ ტიპის იმპულსები გამოწვეულია შავი ხვრელის მიმდებარე მატერიის ურთიერთქმედებითა და არასტაბილურობით. როდესაც მასალა შავ ხვრელში ვარდება, ის არა მხოლოდ იკუმშება, არამედ აყალიბებს თხელ, სწრაფად მბრუნავ დისკს. ამ დისკის შიდა კიდე დახრილია შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტისკენ, ხოლო დისკის დარჩენილი ნაწილი ანათებს გამოსხივების სახით. ეს ქმნის უაღრესად არასტაბილურ გარემოს, რა დროსაც დისკიდან გამოსხივება წინააღმდეგობაში მოდის შავი ხვრელის გრავიტაციულ ძალასთან. გულისცემის მომენტში დისკი დროებით იშლება, კარგავს თავის შეკრულებას და აგზავნის მატერიას შავი ხვრელისკენ. ეს ათავისუფლებს დიდ რადიაციას, რომელიც გულისცემის სახით ვრცელდება. ამის შემდეგ გამოსხივება აცხელებს გაზს, რა დროსაც გაზი დნება და ასე წარმოიქმნება მეორე გულისცემაც. გულისცემასთან გაიგებებული ეს სიგნალები წარმოუდგენლად იშვიათია. ჩვენთვის ცნობილი ასობით შავი ხვრელი და მხოლოდ ორი შავი ხვრელი გამოსცემს მას. მეცნიერებს სურთ, რომ ამ მოვლენაზე მეტი შეიტყო და კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.